ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემით საქართველოს განათლების რეფორმას იწყებს, ამისთვის შემუშავებულია 7 პუნქტიანი გეგმა, რაც გულისხმობს 3+1+1 მოდელი. შეუძლიათ თუ არა სკოლის პედაგოგებს, რეპეტიტორებმა, მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ მოვისმენთ სტუმრისგან. მშვიდობის სტუმარია საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ის უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით, ბატონო ზვიად. კითხვა ბევრი არის დაგროვილი და აქვე მაყურებელს აუცილებლად ვეტყურე, ჩვენ ამ თემას ბევრჯერ დაუბრუნდებით. მათი ინტერესის სფეროთ შეუძლიათ მოგწერონ და კიდევ აუცილებლად გავაშუქებთ ამ თემას. ახლა კი მოკლედ ყველაზე აქტუალური კითხვები. პირველ რიგში 3+1+1 მოდელი რას გულისხმობს, რა იცვლება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილება. მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახდათ 3+1-ზე გადასვლა, ანუ ეს ნიშნავს 4+2 იცვლება 3+1 მოდელად, ანუ 3 წელი ბაკალავრიატი და +1 წელი მაგისტრატურა, მაგრამ იმის გამო, რომ მაგისტრატურას ბოლონიის პროცესი გარკვეული ტიპის კრედიტების ოდენობას უკავშირებს და ასეთი კრედიტი გახლავთ 300 კრედიტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ მაგისტრებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ დოქტორანტურაში გააგრძელონ და მეცნიერებას დაუთმონ შემდეგი წლები, მათთვის იქნება დამატებული კიდევ 1 წელი, ანუ 1+1 მოდელი სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, მოდელი 3+1+1 გულისხმობს 3 წელი ბაკალავრიატს, 1 წელი მაგისტრატურას და +1 წელი კიდევ იმ შემთხვევაში, თუ მაგის უნდა დოქტორანტურაში, ანუ სამეცნიერო კვლევით საქმიანობა გააგრძელოს. რომელ მიმართულებებს არ შეეხება ეს ცვლილება, კიდევ ერთხელ რომ კარგად გავმარტოთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის და აქვე ვთქვათ ისიც, რომ ამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ეს რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელდეს გარდამავალი პერიოდი, როდესაც ახალ სისტემაზე გადავალთ და მოკლედ აი ამ 3+1-თან დაკავშირებით რომ დავასრულოთ. იგივე ევროპული სტანდარტების მიხედვით არსებობს ეგრეთ წოდებული რეგულირებადი პროფესიები, რომლებიც ვთქვათ 3+1-ს აღემატება, ანუ მაგალითად 3 წელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მედიცინის მიმართულებით ან არქიტექტურის მიმართულებით იქნას, ვთქვათ, გარკვეული ტიპის პროფესიამდე მისვლა. არის ასევე ჩვენი კანონმდებლობით რეგულირებადი პროფესიები, მაგალითად სამართალი ჩვენი კანონმდებლობით რეგულირებად პროფესიებს განეკუთვნება, ხოლო ევროკავშირის სტანდარტში ბევრგან არ არის რეგულირებადი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა რეგულირებადს განმარტავს, როგორც ისეთ პროფესიას, რომელსაც პროფესიაში შესასვლელად ცალკე გამოცდა ჭირდება. მაგალითად, თქვენ იცით, რომ მოსამართლე ან ნოტარიუსი რომ გახდეთ, ამისათვის სპეციალიზებული გამოცდები უნდა ჩააბაროთ. აი ამ ლოგიკაზეა აგებული, შესაბამისად 3+1 იქნება კლასიკური მოდელი ყველა პროფესიებისთვის, ხოლო გამონაკლისი იქნება მედიცინა, მსგავსი სხვა რეგულირებადი მიმართულებები, რომლებსაც შეიძლება დაჭირდეს 3-ის ნაცვლად 4 წელი, 5 წელი ან შეიძლება თეორიულად 6 წელიც კი ბაკალავრიატს გულისხმობს. მაგისტრატურის მოდელს რაც შეეხება 1+1 სტანდარტულად დარჩება, იმ შემთხვევაში თუ დოქტორანტურაშია, მაშინ 2 წელს ისწავლის, ხოლო დოქტორანტურაში კლასიკურად 3 წლიანი პროგრამა იქნება, თუმცა იქაც ვამუშავებთ ერთ ძალიან საინტერესო მოდელს, როცა დოქტორანტურა შეიძლება 2 კატეგორიად გავყოთ, ორივე 3 წლიანი მიმართულება იქნება, მაგრამ ერთი იქნება, ესე ძალიან ცნობილია ევროკავშირში, ეგრეთ წოდებული პრაქტიკული, ანუ ინდუსტრიული დოქტორანტურა და კლასიკური PhD, ანუ ფილოსოფიის დოქტორი, რომლის საფუძველი არის ახალი ცოდნის აღმოჩენა და უშუალოდ მეცნიერებაში გაყოლა. ბატონო ზვიად, მე ვიცი სტატისტიკურად, რომ შეიძლება არ იყოს დიდ რაოდენობაზე მოსწავლეების საუბარი, ამ შემთხვევაში რა კითხვასაც დავსვამ მე, თუმცა აუცილებლად უნდა გკითხოთ მე-12 კლასის ამბავი, თუ ბავშვს სურს, რომ გააგრძელოს სწავლა ევროპაში. ევროპაში 11 წლის განათლებით შესაძლებელია თუ არა წასვლა, ეს არის სადავო საკითხი, დისკუსიის თემა. ამ შემთხვევაში რა ხდება? კერძო სკოლას აქვს შესაძლებლობა, როგორც ვიცი, რომ დაიტოვოს მე-12 კლასი. ხო, საჯარო სკოლების შემთხვევაში რა ხდება? ბავშვი სწავლობს საჯარო სკოლაში, უნდა რომ გააგრძელოს სწავლა ევროპაში, რა ხდება ამ შემთხვევაში? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ 11, 12 ან 13 წელი განსაზღვრავს კონკრეტული შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნისა, ამიტომ არნაირი ბოლონიის პროცესთან ან თქვათ რაიმე ტიპის კონვენციასთან ეს კავშირში არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საფუძველი იმისათვის, რომ განსხვავებული მოთხოვნა დააყენოს. ასეთი 12 წელი ვადასტურებთ, რომ არის ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში, თუმცა არის სხვა ასაკობრივი, მათ შორის ესპანეთს 13 წელი აქვს მაგალითად, ხო? ამ ლოგიკით ახლა კონკრეტული ქვეყნიდან გამომდინარე ვერ ვიზავთ ამას, თუმცა იმის გამო რომ არც ერთი სტუდენტის ინტერესი
პოტენციური სტუდენტის ინტერესი არ დარჩეს, ვთქვათ, ინტერესის მიღმა და ვთქვათ, არ ჩავთვალოთ ის, რომ შესაძლებელია რომელიღაც სტუდენტს გარკვეული ტიპის ტექნიკური ბარიერები შეექმნა, განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იქნება ერთიან კონცეფციაში წარმოდგენილი, რომელსაც განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი წარმოადგენს. ეს იქნება ზოგადი განათლების რეფორმის მიმართულებით პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ, სადაც პრაქტიკულად ასეთი ტიპის ბავშვების ინტერესებით სტატისტიკურად თქვენ იცით, რომ საკმაოდ მცირეა ოდენობა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი იყოს დაცული და არ ქონდეს გარკვეული ბარიერები. ამიტომ ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული, როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე და ვფიქრობთ, რომ ამაზე უფრო დეტალებში მინისტრი ისაუბრებს, ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ რა რაოდენობის მოსწავლეებზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით დავამატოთ იგივე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასის ნაწილი. ცალკე შესწავლის საგანი, ანუ საჯარო სკოლაში რამდენი ასეთი ბავშვი სწავლობს და კერძო სკოლებთან მიმართებით გადაწყვეტილია, რომ აუცილებლად ექნება ამ ოფციას დავუშვათ. ბატონ ზია, იცით რა მაინტერესებს? საგანმანათლებლო პროგრამა ერგება, ახლა ყოველ შემთხვევაში ასე არის, 12 კლასს არის მორგებული. იმ შემთხვევაში თუ ეხლა თქვენ რასაც საუბრობდით, რომ 11 კლასზე გადავეწყობით, 11 კლასზე იქნება ეს ყველაფერი მორგებული, არა? და ეს მე-12 კლასში როგორ განისაზღვრება სწავლების ეს დამატებითი პროგრამა? არ მინდა რომ გავასწრო მოვლენებს, ამიტომ მესმის მაგრამ გაწევი რა თქმა უნდა. ამიტომ მირჩევნია რომ თქვათ მინისტრმა დაანონსოს ძალიან დეტალებში იქნება ეს გაწერილი. რა თქმა უნდა, არსებობს მოდელები, რომელსაც ვამუშავებთ, მუშაობენ ამაზე პროფესიონალები ამ დარგისა და არც ერთი კითხვა არ დარჩება შეგვიძლია ჩამოგართვათ იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ეს ყველაფერი, ეს ყველა, ასე ვთქვათ, სივრცე არ შეივსება, იქამდე ეს ბავშვებს არ შეეხებათ. და ნუ ხადია მშობლებს, იმიტომ რომ მეც ბოლო კლასების მოსწავლის დედა ვარ და ჩემი ინტერესის სფეროც არის. კი ბატონო, ბატონ ზია, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის რეპეტიტორები, რომლებზეც გუშინ მინისტრისგან მოვისმინეთ ამ მწურავი პასუხი იმის თაობაზე, შეუძლიათ თუ არა სკოლის პედაგოგებს სკოლის პარალელურად მოამზადონ ბავშვები გამოცდებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სოციალურ ქსელებში მოვისმინეთ სხვადასხვა აზრი, კი ბატონო, კორუფციის შესახებ ახალი კანონით მათ სკოლის გარეთ მუშაობა თითქოს ეზღუდებათ, რაც მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ თურმე ეს იყო დეზინფორმაცია. მოკლედ განმარტება, რომ მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ახალი რეგულაციით და ექნება თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა ეგრეთ წოდებულ რეპეტიტორებს. და მოგმართვათ სამინისტროს მაგალითად მასწავლებელმა, რომელსაც დირექტორმა ხელმძღვანელმა არ მისცა ამასთან დაკავშირებით მეც გავაკეთე განმარტება სამართლებრივი თვალსაზრისით. პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არის ის რომ საუბარი არა განათლების კანონმდებლობაზე, არამედ კორუფციის და ინტერესთა შეუთავსებლობის კანონზე, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის უშუალოდ განათლების სისტემასთან, ეს ეხება მთელ საჯარო სექტორს, მათ შორის განათლების სისტემას. ეს არის მნიშვნელოვანი. განათლების სისტემაში შემავალ პედაგოგებს ეზღუდებათ ისევე როგორც სხვა მიმართულებით არსებულ პროფესიებს ეზღუდებათ გარკვეული ტიპის საქმიანობა ან სამეცნიერო პედაგოგიური მიმართულებით აქვთ უფლება თუ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა მიიღო. ამას ამბობს კორუფციის წინააღმდეგ შესახებ კანონი და არა განათლების რომელიმე კანონმდებლობა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რეპეტიტორის ცნება არ არის განმარტებული ქართული საგანმანათლებლო კანონმდებლობით. განათლების შესახებ არც ერთ კანონში ცნება რეპეტიტორი განმარტებული არ არის. შესაბამისად, ამ საქმიანობას ვერ გაუთანაბრებთ სამართლებრივად, ვერც ერთ შემთხვევაში პედაგოგიურ საქმიანობას. ამიტომ ასე შეიძლება განმარტოთ. იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ისეთი ტიპის რეპეტიტორ ფირმებზე, რომლებიც მუშაობენ ტრენინგის მოდელით, იურიდიული პირის მეწარმე სუბიექტის სახით არიან რეგისტრირებულნი, ისინი განიხილებიან პედაგოგიურ და შესაბამისად ანაზღაურებად საქმიანობად. ამიტომ მათ ჭირდებათ შესაბამისი ხელმძღვანელისგან წერილობითი თანხმობა. ეს თანხმობა მინისტრმა ძალიან ნათლად განმარტა გუშინდელ ინტერვიუში, რომ არ ეხება, ეს არის ფორმალური და მხოლოდ მოწმდება ის ნაწილი, ხომ არ იკვეთება საათობრივი დატვირთვა, მაგალითად, როდესაც სკოლაში უნდა ჩაატაროს პედაგოგმა და ამ დროს პარალელურად სადღაც ტრენინგ ცენტრში და აი აქვე კითხავთ, ჩვენი დრო ამოიწურება, რომ თუ დავუშვათ
პედაგოგს ან მასწავლებელს გაუჩნდა განცდა, რომ მას უსამართლოდ შეუზღუდეს გარკვეული საქმიანობა, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს უნდა მოგმართოს. მოგეხსენებათ ამაზეც გუშინ მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენი რეკომენდაცია და ჩვენი მითითება შესაბამისი სკოლის ხელმძღვანელებისადმი, რომ არანაირი დამატებითი ბარიერი გარდა იმ კრიტერიუმისა, რაც კანონით არის დადგენილი, არ შეუქმნას არც ერთ პედაგოგს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ზედამხედველი სამინისტრო ვარ და ამის ბერკეტები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა.